ჩემთვის ცხოვრება მოძრაობასთან ასოცირდება, მოძრაობა კი სირბილთან. მე ვარ მარიამ ვეფხვაძე, 65 წლის. მყავს 2 შვილი და 8 შვილიშვილი. ვარ მრავალი მარათონის გამარჯვებული. ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ ვირბენი ათენი მარათონი, 42 კილომეტრი. ისეთი სისწრაფით შევედი და ემოციურად საქართველოს დროშით შევედი სტარტზე. როგორც ვედავატყობ ჩემ თავს, რომ არ ვარ კარგად, არ ვარ კარგ განწყობაზე, გავდივარ დილით ადრე და ვიწყებ სირბილს. მე მზე, წყალი ენერგიას მაძლევს. აი როგორც მხატვარს უნდა რომ დახატოს ის ლამაზი ადგილი, მე როგორც მორბენალი მინდა რომ ის ლამაზი ადგილები შემოვირბინო და დავიპყრო. მუშაობ კლინიკაში 40 წელია უკვე ვარ მედდა, დიალიზის მედდა. მთელი ცხოვრება ჯანმრთელობას მიუძღვენ. არ მეგონა თუ მე დამჭირდებოდა რამე ოპერაციული ჩარევა თან სახსრებზე, რომელიც ჩემთვის აუცილებელია. დამჭირდა ოპერაციის გაკეთება მინჯის სახსარზე. ეს ჩემთვის იყო დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ დიდი ხანი აღარ მომიწევდა სირბილი, რომელიც ჩემთვის აუცილებელია და ჰაერივით მჭირდება. ოპერაციამდე ძალიან დიდი ტკივილები მქონდა. დუბაი მარათონი ძლივს ვირბინე და მაინც ბოლომდე დავფარე. პირველი კითხვა, რაც მე ექიმს დაუსვი, იყო ის, ვირბენ თუ არა კიდევ? და კი ვირბენო. ოპერაცია იყო ჩემთვის მორიგი მარათონი, რომელშიც გავიმარჯვე. სირბილის დროს კი არ ვკარგავ ენერგიას, უფრო მეძლევა ენერგია. ყველას ეგ უკვირს, როგორ ასწრებ ამდენ რამეს. მაქვს ენერგია და ვიყენებ ამ ენერგიას. ძალიან ბევრი გარბენები მქონდა, სადაც ჩემი შვილიშვილები ჩემს გვერდით დარბოდნენ. ძალიან აქტიურები არიან. იმიტომ რომ ბებო ყავთ ძლიერი. ყოფილა შემთხვევები, რომ ან დავღლილ ვარ, ან რამე პრობლემა ყოფილა, მაგრამ ჩემი შვილიშვილები რო გვერდით მყოლია, უფრო წინ წავსულ ვარ, იმიტომ რომ ბავშვებს არ უნდა მივცე საბაბი იმისა, რომ ბებო დაიღალა, არა, არასდროს არ დავიღლები. მე ყოველთვის მჯერა ჩემი და ჩემი გამოცდილების და ჩემი ენერგიის. სირბილში მონაწილეობას არ იღებს მარტო ფეხები. მთავარია გული, სული და ენერგია. მინდა ჩემ შვილიშვილებს დაამახსოვრდეთ, რომ ბებო არასოდეს დანებდა.